იმედია სტალინელობას არ დამაბრალებთ, წეღან გაუსვი ხაზი, თუმცა არ მესირცხვილება. სტალინი ჩემთვის ასოცირდება ჩემი ეროვნული ეკლესიის თავისუფლებით. ამას გეუბნებით სრული ერთი წუთით სრული კომპეტენციით მე თქვენ სიგრძე წიგნები მაქვს ამაზე დაწერილი რომელსაც აქ აღიარება სხვათა შორის არ უნდა ამას თავის ქნება თქვენ თაობებით გადმოგეცათ სიძულვილი ადამიანის და გავიწყებათ ერთი რამ რომ მედალს აქვს ორი მხარე ადამიანი არის ცუდი კუთხით ყველა ვართ ასევე კარგი კუთხით სტალინი ჩემთვის ასოცირდება ჩემი ეროვნული ეკლესიის გადარჩენით. დღეს რომ ავტოკეფალია გაქვთ თქვენ ეკლესიაში და აი ასე თავისუფლად დამოუკიდებლად წვითავს საკითხებს, ეს არის ცუდია სტალინი, კი ბატონო, ბევრი ცუდი აქვს, მაგრამ მას აქვს უდიდესი დამსახურება ამ საქმეში და ნუ მაწყვეტინებთ ახალგაზრდა. რო დავამთავრებ, მე ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ. და ის ასოცირდება ჩემთვის აი ამ კუთხით. სანამ თაობები არ წავა, მრავალი საუკუნის შემდეგ, სტალინის ფენომენის შეფასება ვერასოდეს ვერ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ განვიცადეთ რეპრესიები სტალინის ეპოქის და ეს თაობას გადაეცემა და ძალიან მტკივნეულია ხა ჩემი ოჯახის წევს, რომელსაც მოსრავენ, ბუნებრივია ეს მე ვერასოდეს ვერ ვაპატიებ იმ ადამიანს. ეს ძალიან ადამიანური რამ არის. ამიტომ ისტორიკოსები და ისტორია სწორ ობიექტურ შეფასებას იძლევა საუკუნეების შემდეგ. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ დოკუმენტს ისტორიაში, გარდა დავით აღმაშენებლის პირადი მეისტორიისა, სადაც დავით აღმაშენებელზე თუნდაც ერთი სიტყვა იყოს დაწერილი დადებითი. დავით აღმაშენებელზე, მეფეზე, რომელიც იყო წმინდანი, რომელმაც გვაჩუქა ქართული სახელმწიფოებრიობა. უბრალოდ რესტავრაცია მოახდინა ვახტანგ გორგასლის ეროვნული სახელმწიფოებრიობის. ვერ ნახავთ მასზე. ისმის კითხვა რატომ მოხდა ესე? ამიტომ უნდა გავიდეს ძალიან ბევრი საუკუნეები და მერე უნდა შეფასდეს მისი პიროვნება. რაც შეეხება დანარჩენს მთელი მსოფლიო დღემდე იკვლევს სტალინის ფენომენს და ვერ გაიგეს რა არის. აღნიშნა აგერ ბატონმა კახამ აბსოლუტურად დავეთანხმები. ვერ მოიცნეს ეს კაცი რაც არის. და ბოლოს მე ნაპოლეონის ძეგლი მედგება აქ თუ ბუშის ძეგლი მედგმება თუ ასე შემდეგ, რომელსაც ჩემთვის არაფერი არ გაუკეთებია ჩემ დასასარგებლოდ და არც არასოდეს არ გააკეთებს, იმიტომ რომ ის რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც მე თოფს მესურის, მჟლეტავს, მხოცავს და მკლავს და ჩემს სისხლს სვავს, ეს მებრძვის მე იდეოლოგიურად. მგელი შეგჭამს თუ მგლისბერი ძაღლი, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც იქნები შეჭმული. ამიტომ ჩემთვის რუსეთიც, ამერიკაც, ევროპაც, რომელიც საკუთარი თავისთვის ზრუნავს, ერთნაირი აგრესორია. აი ეს მინდა თქვენ გაიგოთ და ის კაცი ჩაატარეთ რეფერენდუმი. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ხალხს ამაში. ბოლოს ჩაატარეთ რა გახდა მაინდამაინც ერთმანეთის ჟლეტვამდე უნდა მივიდეთ. ხო ნახეთ დღეს რა სიტუაცია იყო. რო ჩატარდება რეფერენდუმი, იქ გამოჩნდება ხალხს უნდა თუ არ უნდა ეს. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე პირადად რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობას უნდა და მე თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებს რეფერენდუმი რა საკითხია დადგმა ძეგლის მე ეს ჩემი არა ეს მე ასე მგონია ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ეს მე მართალი ვარ და ასე იქნება მე მგონია ასე რომ უმრავლესობა ამას დაუჭერს მხარს თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებს ქალბატონო თეა მე ვთვლი რომ მისი ძეგლი უნდა იდგეს და იქ სადაც იდგა